მოგესალმებით. მოგესალმებით. გაკვეთილს ჩავატარებ მე მათემატიკის ციფრების გამოყენებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის. იქნება ჩვენი თემა მშვიდობით ზაფხულო. ჩვენ ახლა ავიღებთ ფუნტს და უსვამთ ჰორიზონტის ხაზს. ეს ჰორიზონტის ხაზი გვეხმარება იმაში, რომ ჩვენ გავმიჯნოთ ნაწილი, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჰორიზონტის ხაზი. მუსიკას თუ ყურს დაუგდებთ, ვივალდის ზაფხულია ჩართული და მოусმინოთ ბავშვებო ჩვენ და ამ მუსიკის ფონზე შევქმნათ ნამუშევარი. იმუშავეთ ჩემთან ერთად. პირველ რიგში ვაკეთებთ წინა პლანზე დიდ ფიგურებს ვაკეთებთ ნულიანით, შემდეგ ნულიანით ვაკეთებთ და ცხრიანის გამოყენებით, ცხრიანის გამოყენებით, ნახეთ უყურეთ ცხრიანი. შემდეგ ახაც ცხრიანს გავაკეთებთ, ასე. ასეთ ფორმას მივცემთ და ექვსიანი, ასეთი ფორმა მიეცით, ცხრიანით. ცხრიანით გავაკეთოთ ახაც. ცხრიანით. ნახეთ შეხედეთ და აქ ექვსიანი. ექვსიანით. ხო, შემდეგ ასე ფორმა მივცეთ. სამიანით ვაკეთებთ, ვხატავთ, სამიანის ფორმად, კუნძის ფორმა მივცეთ, ასეთი ფორმა მივცეთ და აქეთ გოგო დავხატოთ. ნულიანით, შემდეგ ცხრიანით, როგორც ცხრიანი ცოტა ჭირს, ესეთი ფორმა მივცეთ. ცხრიანით მივცეთ, ასე. შემდეგ ოთხიანით, ასე. ოთხიანი და ასეთი ფორმა მივცეთ. რვიანით გავუკეთოთ ნაწნავები. ასე. რვიანით. რვიანი. გავაკეთოთ ნაწნავები, თვალები. თვალები გავუკეთოთ. ხო. ახაც სიტყვაზე თვალები, ასეთი და ხელში ეს სალამური დავაკავებინოთ, ხო? ასე. და ქუდი უნდა მივცეთ, ასეთი ფორმა მივცეთ, ქუდსა და ასეთი ფორმა გავუკეთეთ. ასე. ეხლა რამის ესე ცხრიანი გავაკეთოთ, დავხატოთ ცხრიანი და ექვსიანი. ეხლა და ექვსიანი. ასე. ნახეთ, ეხლა როგორ ფერს რომ მივცემთ, თავისი ფერი მოცულობას მიასემინებს ფიგურებს. ხო, ეხლა მოდით ზემოთ დიდი ერთიანით კოშკები გავაკეთოთ. ასე.
ასეთი ფორმა მიეცით. ასეთი ის მიეცით. აი ასე. როგორი დახრილობაც აქვს ამ ნაწილს, ისეთი დახრილი ნაწილი მიეცით მეორე მხარეზე და სწორედ თუ არ მისცემთ იმ ფორმას, შეიძლება ცუდი ფორმის ფიგურა მივიღოთ. ცუდი არ იქნება, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში ასე ხო გავაკეთებთ. შემდეგ არის მთები, რომელიც უშველებელი მთაში ბარისგან განსხვავებით უფრო კლიმატიც და ტრადიციაც განსხვავდება. კლიმატი უფრო ცივია, ასეთი ის მივცეთ. ტრადიციების განსხვავდება ბარის მოსახლეობა უფრო სხვა ჩაცმულობით, სხვა კულტურულ სცენარეებს იმას მოიყვანს, უფრო სხვანაირ ასე. ახლა აქაც გავაკეთოთ, ნახეთ ყურე ბურთი, იგივე ნულიანი. აქაც 6 არის ასე, აი თუ გოგოა დაუშვათ სხვა ფორმა მივცეთ, აი ესეთი ფორმა მივცეთ, თუ ბიჭია, აი 6-იანებით აი ესე ფორმას მისცემთ. აქაც 9-იანი გავაკეთოთ აი ასე. აი 9-იანით. აი შეხედეთ. და აქაც 9-იანი. აი ნახეთ ბავშვებო. აქ 6. აქაც 9-იანი. აი შეხედეთ როგორი ორია. აქ 6-იანი. აქაც 9-იანი. აქაც 9-იანი. ასე 9-იანი გაკეთდება. აჰა. ნახეთ უყურე. თითქოს დავამსგავსეთ. ასე. აქ 9-იანით. აქაც 9-იანით. და აი 9-იანი. და ასე. 9-იანით დავხატოთ. შემდგომ ასეთი 9-იანი, აი ნახეთ. 9-იანით. და 6-იანი. აი 6-იანი. აქაც ასე. აჰა. გამოგვივიდა სოფლის პატარა ბიჭები და ერთი გოგო. შემდგომ აქ უხატავთ ჩვენ ასე ხელები გავუკეთოთ. ასეთი და მერე ფორმა მივცეთ. ხო, შემდეგ ვხატავთ ჩვენ 7-იანით, 7-იანით ასე, 7-იანით უყურეთ, ასე. მოდი აქ იმას აქნათ გავუკეთოთ აი ასეთი, აი ესეთი რქები და ფეხები გავუკეთოთ, დავუხატოთ, ნახეთ უყურეთ, ასეთი 3-იანი უკუღმა 3-იანით. აი, აჰა. აი ნახეთ 9-იანი. ეს 6-იანი, ნახეთ 6-იანი. აი ეს. და აი ასეთი აფუჩქნური ისაა, ხო? თმები. აქაც ასე 3-იანით, აქაც აი აქაც ასეთით
და ცხრები დავუხატოთ. როგორც სოფელი, მთიანი რაიონი, მეცხოველეობას მიყვებიან უფრო და აი ასე. აქაც შეგვიძლია იმას ავქნათ კიდევ, რამდენიმე ცხვარი, თავი გაუკეთეთ, აი ესე დავუხატოთ, აი ეგ პატარა ქოჩორივი. აქ 4-იანი დავხატოთ, ნახეთ უყურეთ 4-იანი, რომ იმას ავქნათ. შევინარჩუნოთ ფორმა. აი, ასე. ასე, აქ თივის ზვინს გავაკეთებთ და ფორმას რომ მივცემთ. აქ მდინარე, სამიანებით, აი ესე წყვეტილი კლაკნილი ხაზებით, თვითონ ცხვარი ბალახობს და წყალს მიირთმევენ, სვამენ წყალს, აქ ბალახი თივა დავხატოთ. გამოგვივიდა 5-იანით, აი ყურეთ ბავშვებო, 5-იანით, აი ასეთი ფორმა, აქაც ასე, ასე და აჰა, დოქი გამოგვივიდა. მერე რომ დავხატავთ და ფერებს მივცემთ, თავისებურად გამოგვივა ჩანახატი. და მივცემთ იმას, რა ქვია, დანიშნულებას. აქაც მთები დავუხატოთ უყურეთ და აი აქ კიდევ რომ პროპორციები დავიცვათ. აი უყურეთ. და კიდევ ზემოთ ნულიანებით, აი ასე ნულიანებით უყურეთ. აი ესე ნულიანებით. შეხედეთ? ნულიანებით. ნულიანებით, აქაც ნულიანებით. ასე ნულიანებით უხატავთ. რომ ზუსტად იყოს დაშორება. ასე, აი ყურეთ. და აი. აჰა. გამოგვივიდა? ცოტა რაღაცა მივამსგავსეთ, ხო ბავშვებო? ჩემთან ერთად ხო ხატავთ? ასე და გამოგვივა რაღაცა. ასეთი, აქაც ასეთი ფორმა მივცეთ. ასე. აი შეხედეთ. აქაც ნულიანებით. ასე. ასე. და ნულიანებით. აქ სწორი ხაზები გავავლოთ. სწორ ხაზს რო გავავლებთ. აქ როგორი ხაზიც არის, ასე დახრილი, ისეთი ფორმა მიეცით. და ჩამოусმებთ, თვითონ ქვისგან აშენებული, ანაგურისგან აშენებული, აი ესეთი ძველი შენობა და თავისებურ სილამაზეს დასტოვებს. ხო, ეხლა ჩვენ თითქოს ჩანახატი შევასრულეთ, უკანა ხეთს ვეძახით პლანს, უკანა ნაწილზე ხდება ნახატი, იმიტომ გავუმიჯნეთ ეს ხაზი, ჰორიზონტის ხაზი, რომ უკანა ნაწილზე იყოს ცოტა შედარებით პატარა ფიგურები და წინა ხეზე ასე უყურეთ ერთიანით. ასე. აი შეხედეთ. განსხვავდება ბუნებით, მთიანი რაიონია, მაგრამ თავისებური სილამაზე და ხიბლი აქვს. მერე ფერებს რო შევურევთ, უფრო უკეთეს ფორმას და უფრო უკეთეს ფიგურებს. აქაც პატარები უნდა დავხატოთ. პატარა ხეები, როგორც შორს მოჩანს. აი ყურეთ, ეს ხო მთიანი რაიონია, ხო ბავშვებო? სვანეთი, ხევსურეთი, თქვენ სადაც დაისვენებთ, იმას გამოხატავთ. თავისი ტრადიცია აქვს, თავისი ფოლკლორი. განსხვავდება ყველაფრით. ყველა აი ასე.
ყველა კუთხეს თავისი განმასხვავებელი ნიშნები აქვს. ნახეთ, გამოგვივიდა რაღაც ჩანახატის მსგავსი, ხო ბავშვებო? ხო, აი ორიანებით, აი ასეთი ფორმით, ხატ აქვთ, აი ესეთი ფორმით. უყურეთ. ორიანით მივიღეთ, პატარა ეს სამიანი გავაკეთოთ. აი, აჰა. ჩვენ ორიანი დავხატეთ, ხუთიანი დავხატეთ, ოთხიანი დავხატეთ, 8-იანით, 9-იანი ვიხმარეთ. აი, უყურეთ, ნახეთ, ხელების ნახეთ, პროპორციები დავიცვათ. ნახეთ, თითქოს არაფერი არ არისო, მაგრამ ეხლა შევყებოთ. ვიმუშაოთ ფერებში და გამოგვივა რაღაც არაჩვეულებრივი ნამუშევარი. მოდი დავიწყოთ. თივას ხო აგროვებენ ეხლა. ისეთი პერიოდია, ზაფხულია, თივის აღება, მხიარულობა, ფერები უნდა შეურიოთ ისეთი, რა ზაფხულის ფერებზეა დამოკიდებული. ზაფხულში როგორი ფერებია ბავშვებო, უფრო წვანე, უფრო ლამაზი ფერები, მაგრამ სხვადასხვა პერიოდს სხვადასხვა ფერი აქვს. აი შეხედეთ. თივის ზვინი დაადგეს, რომ საქონელს აი ნახეთ შეხედეთ. აჰა, აი გამოგვივიდა აქ ასე. სულ ვიმუშაოთ, არ არის აუცილებელი სიჩქარე. ეხლა მოდით, პატარა ბიჭი შევაფერადოთ ლამაზ ფერებში და ნახეთ, ეს ცხრიანები უკვე აღარ გამოჩნდება. აჰა. მოდი სხვა ფუნჯი შევცვალოთ. აჰა, უყურეთ, ნახეთ ბავშვებო, ეს ცხრიანი ასე დაიფარება და მთავარია ჩვენ ხომ გვესოდინება სად კვეთს იდაყვის მხარე, მხარის მხარე. ნახეთ, უყურეთ, ფორმა მიეცა უკვე ამ ფეხებსაც. ნახეთ, შეხედეთ. აჰა. დაიხო. წყნარად. შეხედეთ. აჰა. ეხლა მოდი გავახალისოთ ფერებით. ვისაც ცოტა ზედა მოყვითალო ფერი ჩავაცვათ. აჰა. რომ გამოიკვეთოს, რომ ასე. აჰა. ასე. საქმე იმას უკვე მთავარი ის არის, რომ აგებული გვაქვს ჩვენ ნახაზი, ჩანახატი გაკეთებული გვაქვს. ეხლა მთავარია ამ ჩანახატს ზუსტი მიმართულება მივცეთ, რომ ეს ჩანახატის ფორმა ჩამოგვეყვეთ არა უშავს. ხატვაში ყველაფერი მოდის. აჰა. მთავარია რომ ამ ჩანახატით ფორმა არ დავკარგოთ. აჰა. შეხედეთ ბავშვებო, ხო ჩანს კარგად. აი ასე. ეხლა ფეხებს იმას ვიზარდ და მთავარია ვიცოდეთ ფერები, რა ფერებზე დავსვათ. აი დავუშვათ იხვია, ბატია, ცხვარია, ადამიანის სახე. თუ ფერებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ფერმა მოცულობაც შეიძლება კი არა, მოცულობა მისცენ, ფორმა მისცენ ფერებმა. თავარია არ იმას ავქნათ, გული არ გავიტეხოთ, გამოგვივა ყველაფერი. თავარია მოვინდომოთ, ზაფხულის არდადაგებზე დავალება შესრულებული გვექნება. თუ ამას შევასრულებთ, ყველა მივიტანთ, მასწავლებელი კმაყოფილი დარჩება. აჰა.
ეხლა კუნძი დავხატოთ კუნძი, რომელიც ყავისფერი, არ მაქვს ყავისფერი ფორმა, მაგრამ ნახეთ ყავისფერსა ცოტა ფორმაც რო იმას აქვთ, არ მაქვს ფერები, ცოტა პრობლემა მაქვს ფერებზე. აი ასე უყურეთ ნახეთ. თავარია მოვინდომოთ თორე ფერებს ჩვენ თვითონვე გამოვნახავთ. ასე აჰა ნახეთ ბავშვებო. ცოტა გავახალისოთ. ასე აჰა და სვანური ხუთი დავაფაროთ ამბიც. სტუმარს მოყარი ხალხია სვანები ბავშვებო, ხო? და მივცეთ ლამაზი ფორმა. ასე. აქ ხური დავუხატოთ. და თმები, აი ასეთი თმები მივცეთ. ეს ძაღლერმა ხო შეჭამეს გული რა. აი ასე ბავშვებო. ეხლა გოგონა შევაფერადოთ. დამახასიათებელი ფერებით. მოდი ორნამენტები მოურთოთ, ორნამენტებით ჩავაცვათ კაბა, რომელიც ძველად ეცვათ. ტალავარი ბავშვებო, ხო ვიცით, რომ ხევსურებს, სვანებს, მთის ხალხს დამახასიათებელია ეს ტალავარის ჩაცმულობა. ასე. აი ასე. ეხლა მოდი აი ესეთი ორნამენტებით ეხლა უყურეთ. მოდი აქაც ორნამენტი გავუკეთოთ. აი ასე და ასეთი ფორმა მივცეთ. წიფეს შინდისფერი აცვიათ ხოლმე უფრო მეტილად. ეხლა მე ნახოთ. არ არის. ასე. მოდი ისე გუაშით ვიხმარ, იმიტომ რომ ასე, აი ასე. და მოდი ლურჯი აურიოთ. ლურჯი უფრო ასე. ეხლა ამ ბიჭებისთვის არა მნიშვნელობა ჩაცმულობა, იმიტომ რომ არიან თბილისიდან ჩასულები და აკვირდებიან. ხო ბავშვებო, თქვენ სხვა აკვირდებით ხოლმე.
რომ როგორ მხიარულობენ, იქ თავიანთი ტრადიციები რომ აქვთ. ასე, აი ყურეთ, ის ცხრიანი დავფარე, ასე, აი ყურეთ, ცხრიანი დავფარე. ნახეთ? ასე. და მოდი, აი მუხლებიც, აი ასე ცხრიანი დავფარე. გამოგვივიდა პატარა ბიჭი. ხო, მჯდომიარე ბიჭი, ასეთი, აი ასე. მოდი შარვალს ასეთი ფეხასმელი გავუკეთოთ და მოდი ლურჯის ჩავაცოთ. აი ასე. გამოგვივიდა რაღაც მერე ასე ცოტა, აი ასე მივცეთ. ასეთი ფორმა. და ეხლა თმები ექვსიანებით ხო ჩვენ ვისწავლეთ გინდათ თმების გაკეთებას და დახატვას არაფერი ის არ წინაშე გვიდგება. ასეთით გავუკეთოთ ხვეული. აჰა. აი ასე. ასე. აქ მოდი ეს გოგოს ესე გავუკეთოთ და აი ასეთი თმა. აი ასე ვითომ მოკლედ აქ თმა შეჭრილი. ეს ესეთი ექვსიანებით გავუკეთოთ. აი ასეთი. აჰა. აქაც ასეთი შარვალი შავად. გავუკეთოთ. ნახატი. რომ და გოგონას მოდი წითელი ლამაზი ან თეთრი კაპა ჩავაცვათ. ასე. ასეთი ფორმა მივცეთ. აი ასე. ნახაც დავამსგავსეთ, თითქოს გამოჩნდა რაღაცა. მოდი ეს ფეხი ესე თან ჩვენ რომ მუშაობთ, თან ეტაპობრივ უნდა ვაკონტროლოთ ნახატი, რომ სხვა ფორმაში არ წაგვივიდეს, ბავშვებო. აი ნახეთ უყურეთ. აჰა. აი ასე, ხო? გავაკონტროლეთ ნახატი. ასე. კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო. რომ ხატავთ ეხლა ესკიზი ავაგეთ, ჩვენ უკვე მივხვდით რას ვაკეთებთ, რაზე ვმუშაობთ და მთავარია ჩვენ ეხლა რომ დავიცვათ, მოდი ეს ხრებიც შევღებოთ. ასე. აი ყურეთ ნახეთ ხრებს. ასე. და თეთრი ბატი, რომელიც ასე. მერე გავუკეთოთ ნისკარტი ცოტა მოყვითალო, მოწითალოში გადასული და ასეთი ფორმა მივცეთ. ასე. და
ფეხების ფორმაც ასე. ხო, ეხლა ბავშვებო, შეხედეთ, თითქოს რაღაცას დავამსგავსეთ, ხო? ახლა თავარია ბოლო დასრულების იმამდე მივიდეთ. ჩვენ გვაქვს მწვანეთ, არემარე, გადამწვანებული, არანაირი ფერი კი არ, ყველაფერი ბუნებაში ეხლა ზაფხულში, მაგრამ მაინც, აი ყველ შეხედეთ სამიანით, სამიანით, აი 1 2 3. აი სამიანით. აჰა. სამიანით, აი უყურეთ ნახეთ სამიანი. ცოტა შეიძლება მეგიშლით. აი სამიანით. შეხედეთ ნახეთ რა ლამაზად მიდის ნახატის ფორმა. აი აქ კიდევ პატარა, აი ასეთი ის გავუკეთოთ, იმიტომ რომ შორს ძალიან პატარები ჩანს. აი შეხედეთ ბავშვებო. სამიანი. და მოდით ახლა აქაც ესეთი ხეები გავაკეთოთ. აქაც იმიტომ რომ ბუნება მდიდარი გვაქვს ძალიან ლამაზი ბუნება გვაქვს მთაში ბარშიც ლამაზია მაგრამ ბუნება მთაში უფრო ლამაზია ბავშვებო იმიტომ რომ იქ უფრო მეტი დატვირთული მცენარეებია ნახეთ მთაში ნახეთ შეხედეთ რა ლამაზია მთა სამიანი ასე ერთიანით შეგვიძლია ხეები გავაკეთოთ ერთიანით სამიანით ფოთლები აი შეხედეთ სამიანი და ნახეთ რა იოლია ხატვა თუ ჩვენ მოვინდომებთ ნახეთ და თქვენ წარმოიდგინეთ მთაში სვანეთი უყურეთ მთები როგორია ხო ბუნება მწვანეა აი გავამწვანოთ მაგრამ მთებში თეთრი ნისლი უნდა დაუხატოთ ბავშვებო აი მთაში ხო არის სუმწვანე ხო და მაინც სიმწვანეში არის თოვლი მოჩას თითქოს განგებ დაუთოვლიათო ნახეთ ბავშვებო აი ნახეთ განგებდებს თოვლი ლამაზად ვინც ყოფილა აი ნახეთ შეხედეთ რა ლამაზია სილამაზია ნახეთ აი ასე გამოგვივიდა ლამაზი ჩანახატი, რომელსაც ასე ნისლიანი ის შეგვიძლია. კი მზი არის ბავშვებო, მაგრამ მაინც სივა იქ. ფოლკლორის განსხვავდება. ყველა კუთხის, სხვადასხვა კუთხის ფოლკლორი და ჩაცმულობა განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მოდით აქ მრგვლად, ასე წრიულად ნული გავაკეთოთ. მოდი ვითომ მზე აი ასე ჩადის. აჰა. ასე ხوار აი ასე. და აჰა. აი ასე. მოდი ამას მერე წითელი აურიოთ. ასე გავალამაზოთ. ნახეთ.
ეხლა ასეთი ფორმა მივცეთ. აკაც ამაზად ნახეთ, როგორ უხარიათ ბავშვებს სოფელი. ნახე, რა კარგი ყოფილა. აჰა. აბა შევხედეთ. აბა მუშაობ ჩემთან ერთად. ასე. Якაც ერთი ის არის სკოჩი და უშლის სკოჩი არა უშავს. არ აძლევს საშუალებას, რომ არა უშავს. აბა შეხედეთ ბავშვებო, მოდი ახლა მდინარე გავა ლამაზოთ, გავაკეთოთ ისე, რომ მართლა მიმზიდველი იყოს. აი შეხედეთ ბავშვებო, ნახეთ, სამიანებით, აი ასე. აი, სამიანით. სამიანი, აი. აქედანაც აი ასე. ცხვარი სვამს წყალს. უნდა არსებობა ასეთი ბალახით, ასე გავუკეთოთ.
ნახე რა მდიდარი სოფელია. ყველაფერი აქვს, ნახე ცხოველები. ფრინველები. და ცხოველები შეუძლიათ მერე დაართონ. ძაფით მოქსოვონ. სოფლებში ესე ქსოვენ მთაში. მოქსოვონ წინდები, ტანისამოსი. აი, ნახეს ბავშვებო. ასე. ეხლა ასეთი ხელი გაუკეთოთ აქ. აქაც ესეთი ხელი. ასე. აქაც ასე. აი ასე. ასე შევარლამაზოთ. ასეთი ისა. ჩავაცვათ ნასკები, გეტრები, რომ აი ასე. ნახეთ ბავშვებო, შეუძლია ფორმა მისცეს საღებავს, ფერმა შეიძლება მოცულობა და ყველაფერია დამოკიდებული ფერისაგან. ასე. არ ვიცი რამდენ წუთში რამის დავამთავრეთ ნახატი. აღარ მინდა რომ ან რაღაცა დავამატო. ეს შევძელით ჩვენ ამის გაკეთება. აი ასე. ასე. ეხლა გავაფერადებ მწვანეთ, რაც თქვენთვის საინტერესო იქნება, იმ ცხოველს დახატავთ. აი ყურეთ შეხედეთ. შეგიძლიათ ესე სპირალისებურად, ნახეთ უყურეთ, აი შეხედეთ. მერე შეგიძლიათ სოკო დახატოთ. რაც ვისწავლეთ, ხო? რა არის დამახასიათებელი? სოფელში რა ნახეთ თქვენ? ამით დამთავრებულია ნახატი, ბავშვებო. მე მგონი შეძლებთ ამ ნახატის შესრულებას და ამით ეს გავაფორმო. დაგემშვიდობებით. აი ყურეთ ნახეთ. ფერებში ვიმუშაოთ. თავარია დავაკვირდეთ. თავარია არ შეგვეშინდეს. ფერები ზაფხულისთვის დამახასიათებელი ფერებს დავადებთ. ახაც და ნახატი არის შესრულებული უკვე. აი ასე. მომავალ შეხვედრამდე.
ამით გაკვეთილის თემა დამთავრებული გვაქვს. ჩვენ ვემშვიდობებით ზაფხულს, მშვიდობით ზაფხულო და ბედნიერი დასვენება გქონდა ჩვენ. ეხლა სკოლა დაიწყება.